ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა მცირედით იყო, თუმცა ავარიების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი მაინც საგანგაშოა და ევროპის მაჩვენებელს რამდენჯერმე აღემატება. როგორც ირკვევა, რეგულაციებმა გარკვეული შედეგი უკვე მოიტანა, თუმცა სპეციალისტების განცხადებით საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა არსებობს. სწორედ ამ ხარვეზების აღმოსაფრთხოებად შეიქმნა ეკონომიკის სამინისტროს ახალი სტრუქტურა, რომლის მიზანიც 2025 წლისთვის ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება. 2544 ავტოსაგზაო შემთხვევა, 179 დაღუპული და 3356 დაშავებული. ასეთია მიმდინარე წლის პირველი 6 თვის სტატისტიკა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სტატისტიკის თანახმად მართალია 2023 წელთან შედარებით მეორე კვარტალში ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი შემცირებულია, თუმცა სფეროს სპეციალისტები ამ მცირე კლებას არასაკმარისად მიიჩნევენ. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოში ავარიების დროს დაშავებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებელი საშუალო ევროპულ მონაცემებს 5ჯერ აღემატება. სპეციალისტების ნაწილის შეფასებით, ავარიების რაოდენობის მცირედით კლება ბოლო პერიოდში ტექინსპექტირების მიმართულებით გატარებულ რეფორმებს უკავშირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გზებზე გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა შემცირებულია. ტექინსპექტირებამ თავის წვლილი, დადების წვლილი შეიტანა და მაგალითად ტექნიკური გაუმართავობის გამო საგზაო შემთხვევები მაღალი ალბათობით შემცირდა. წლების განმავლობაში უცვლელია ავარიების გამომწვევი ძირითადი მიზეზები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მონაცემებით პირველ ადგილზე კვლავ მოძრაობის სიჩქარის გადაჭარბება რჩება. ამის შემდეგ მოდის საგზაო ნიშნის ან მონიშნვის დაუმორჩილებლობა. ასევე ხშირია მძღოლების მიერ შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლის ფაქტები. საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ ზაფხულში სატრანსპორტო მოძრაობა ინტენსიურ ხასიათს იძენს. სწორედ ამიტომ ისინი მოუწოდებენ მძღოლებს და ქვეითებს დაიცვან საგზაო უსაფრთხოების წესები. სწორედ ამაზეა დამოკიდებული მათი უსაფრთხოება. ზაფხულში საგზაო მოძრაობა უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს, საქალაქთაშორისო მიმოსვლა და ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება მართებს მძღოლებს და განსაკუთრებული ასე ვთქვათ მთავარი დარღვევა, რომელიც აზიანებს ადამიანებს, ეს არის სიჩქარის გადაჭარბება, ამიტომ მინდა მოუწოდო ყველას, რომ მაქსიმალურად სრულად დასაშვებ სიჩქარეში იმოძრავონ. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით ქვეყანაში პერიოდულად სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. ესაა საინფორმაციო კამპანიების სხვადასხვა რეგულაციის შემოღება, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გაზრდა, ინფრასტრუქტურის მოწყობა, თუმცა გზებზე დაღუპული ადამიანების რაოდენობა, რომელიც ყოველწლიურად 400-ს აჭარბებს, მძიმე რეალობად რჩება. სახელმწიფოს მიერ მიღებული გეგმის თანახმად ეს სტატისტიკა თანდათანობით სხვადასხვა კომპლექსური ღონისძიების გატარების შედეგად უნდა შემცირდეს. ამ მიზნით ეკონომიკის სამინისტროში სულ რამდენიმე თვეა საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი შეიქმნა. მისი ფუნქციებია საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა, ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი კამპანიების დაგეგმვა და სხვა ნაბიჯების გადადგმა. საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ქვეყანას საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია აქვს. სამოქმედო გეგმა კი 2022-2025 წლებს მოიცავს. საწყისი წერტილი, ასე ვთქვათ, არის 2019, რომ მოხდეს შედარებითი ანალიზი, ასე ვთქვათ, და შუალედური ანგარიში უნდა იქნეს, რომელიც შედგენილი იქნა უკვე, ეს არის 2023 წლის ბოლოს, ვთქვათ, შეაჯამებდა 2 წელს, 2022-2023 წელს. აქ უნდა ყოფილიყო 10%-ით შემცირება, როგორც სიკვდილიანობის, ასევე დაშავების. სიკვდილიანობა არის 8.1%-ით შემცირებული და დაშავებულის მდგომარეობა, როგორც მახსოვს, არის 7.7% შემცირებული. ეს რატო მოხდა ეს, რომ მოხდა თქვა მიზნის ბოლომდე მიღწევა? იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, შუა დერეფონის როლი არის ძალიან გაზრდილი, შესაბამისად მობილობა არის ძალიან გაზრდილი, ეს ერთი და ავტოპარკის მდგომარეობა საქართველოში არის საგრძნობლად გაზრდილი. დაახლოებით 1.8 მილიონი ავტომობილია დღეს მომსახურებს სააგენტოში რეგისტრირებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად მსოფლიოში ავტოავარიების შედეგად 2 მილიონამდე ადამიანი იღუპება. მსხვერპლი ყველაზე მაღალი, დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებშია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაცხადებული მიზანია, რომ 2021 წელთან შედარებით 2030 წლისთვის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა 50%-ით შემცირდეს. საქართველოს კი სტრატეგიით დაგეგმილი აქვს 2019 წელთან შედარებით 2020
25 წელს ავარიების შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლთა რიცხვი 25%-ით შემცირდეს. ცნობისთვის 2019 წელს ავტოავარიების შედეგად ქვეყანაში 491 ადამიანი დაიღუპა.